გრძნობები ეს ჩვეულებრივი ქიმიური პროცესებია, რომელთა კოპირების შესაძლებლობა არსებობს. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გრძნობები ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ საკმარისია ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანების ალოგიკური ლოგიკა ამოხსნას. მისთვის ადამიანური გრძნობები ერთ მორიგ ამოხსნილ ამოცანად იქცევა. არც თუ ესე შორეულ წარსულში პოპულარული იყო მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ აითვისებდა ემოციურ ინტელექტს, როგორც აღმოჩნდა, ეს ვარაუდიც მცდარია. ერთ-ერთი მსგავსი ექსპერიმენტის დროს ხელოვნურ ინტელექტს ტყუილის თქმა ასწავლეს. ხელოვნურ ინტელექტს ეს მოეწონა და ტყუილი მის ჩვევად იქცა. საბოლოოდ AI-სთან მომუშავე 120 თანამშრომელი მოტყუებული დარჩა. ხელოვნური ინტელექტი წარმატებით ავითარებს კრეატიულობას. ჩვენ უკვე გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ქმნის ხელოვნური ინტელექტი მუსიკას, ნახატებს და ასე შემდეგ. ხელოვნურ ინტელექტს უკვე წარმატებით იყენებენ სამართალწარმოებაში და ჟურნალისტიკაშიც კი. მანქანური დასწავლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას მილიონობით ფაქტის დამახსოვრება და მათი შედარება შეუძლია. ამის გარდა მათ საკუთარი რესურსების სხვა მანქანებთან გაერთიანების უნარიც აქვთ. თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ერთდროულად იყოს დამოუკიდებელი და თან რომელიმე სხვა ხელოვნური ინტელექტის ნაწილი. ეს ყველაფერი ადამიანურ სიყვარულს გავს. დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შემცირდება და სხვადასხვა დაავადება წარსულში დარჩება. ნანოტექნოლოგიები მნიშვნელოვან რეალურ და ვირტუალურ პროდუქტებს შემოგთავაზებს, რაც კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ასეთი სახით ადამიანი მუდმივად შეძლებს საკუთარი თავის რეპლიკაციას და წინა საკუთარი თავის უმტკივნეულო განადგურებას. ცხადი ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად მრავალი პროფესია უბრალოდ ქრება. 2020 წელს ჩატარებული კვლევიდან ვიგებთ, რომ უკვე 2022 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის გამო უმუშევარი 20 მილიონამდე ადამიანი დარჩა. და რაც ცვლილებებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში დედამიწაზე. ძალიან მალე ჩვენს პლანეტაზე ინტელექტი ძირითადად არაბიოლოგიური იქნება. იგი დღეს არსებულ კომპლექსურ ინტელექტზე გაცილებით განვითარებული გახდება. განსხვავება ბიოლოგიურ არსებებსა და რობოტებს შორის პრაქტიკულად წაიშლება. იგივე მოხდება ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შემთხვევაშიც.